გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ განწყობაზე ხვდებით ახალ სეზონს? ზაფხული თითქმის დასრულდა, ახალი სეზონი იქოქება, ჩვენც ნელ-ნელა გავხურდეთ და კარგ ფორმაში შევხვდეთ 2026-2027 წლების სეზონს. მით უმეტეს ახალ სეზონში ჩვენც ბევრი სიახლე და სიურპრიზი გვექნება. ამიტომ დავიწყოთ ნელ-ნელა შეხურების პროცესი. ახლა მკითხავთ ჩვენგან რამე ხო არაო საჭირო და რავი არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარის ღილაკით ჩართეთ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. 22 წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე გავიდა. გილოცავთ ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, ვულოცავ იბერიას და იმედია ჩვენი საკლუბო ფეხბურთისთვის ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი. არავის გვაქვს ილუზია, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ლარნის გამოგდებით ავშენდებით, ხვალიდან საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატი გვექნება, პენსია 400 ევრო გაგვიხდება, ავტომობილის სირებივით მართვას გადავეჩვევით, არა. კონფერენს ლიგაზე გასვლით იბერია არ გაბრწყინდება, მაგრამ იბერია 1999-ს მიეცემა შანსი და ფინანსები, რომ კლუბი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და იმედია ამ შანსს გამოვიყენებთ. სოციალურ ქსელებში ბევრნაირი მოსაზრება გამოითქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ ბოლო წლებში კონფერენს ლიგაზე გავიდა ყველა, ესტონელებიც გავიდნენ, გიბრალტარელებიც, ლუქსემბურგელებიც, სომხებიც, ირლანდიელებიც, ჩრდილოეთ ირლანდიელებიც, მაგრამ რა აღორძინდა მათი ფეხბურთი. ესეთი მოსაზრება გამოითქვა, რომ ზედმეტად ნუ გიხარიათო კონფერენს ლიგაზე გასვლა. არგუმენტი გასაგებია, პესიმიზმი ლოგიკურია, მაგრამ მოდი სხვა კუთხიდან შევხედოთ. იცით ისეთი ვინმე, ვინც ვერსად გავიდა და აღორძინდა? ანუ ეგეთ ხო არავინ ყოფილა. ამიტომ საქმე არის მარტივად. არსებობენ გუნდები, რომლებმაც ევროტურნირებზე წარმატება სწორად გამოიყენეს და განვითარდნენ, ასევე არსებობენ გუნდები, რომლებმაც შანსი ვერ გამოიყენეს და ისევ წუმპეში დაბრუნდნენ. მაგრამ ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომლის გუნდები ვერსად გადიოდნენ და აწყობილი აქვთ ცხოვრება. ევროტურნირებზე ერთხელ, ორჯერ, თუნდაც 7ჯერ კარგად გამოსვლა არ არის არაფრის გარანტია, თუმცა არის შანსი. ეს არის შანსი. ამ შანსს გამოვიყენებთ თუ არა, ეგ უკვე შემდეგი ეტაპია. კარგია რომ შანსამდე მივედით. ამ შანსს როგორ მოვექცევით, ამას გვიჩვენებს მომავალი და მერე შევაფასოთ. ეხლა გვიხარია რომ შანსი გვაქვს. რამდენიმე წლის წინ საკმაოდ უცნაური და იურიდიულად საინტერესო ამბავი მოხდა იტალიაში. საქართველოს მოქალაქეები დააკავეს ლატარიის ბილეთების მოპარვის გამო. ეხლა რატო არის ეს საინტერესო საქმე იურიდიულად? იმიტომ რომ ადამიანებს არაფერი მოუპარავთ. შანსი მოიპარეს. თან ძალიან დაბალი შანსი მოიპარეს. ტოსტერი რომ მოეპარათ, კი ბატონო, ან წვენსაწური. გასაგებია დანაშაულს წვენსაწური მოიპარეს, მაგრამ ტოსტერის ქონის 0.0001%-იანი შანსი მოიპარეს და ესეც კი არაპატიეს ადამიანებს. ანუ იმის თქმა მინდა რომ შანსი კარგია. მით უმეტეს ლეგალურად მოპოვებული შანსი. ამიტომ მგონია რომ კარგია რომ შანსი გვაქვს. შანსამდე რომ მივედით. თან აქ კიდევ სხვა რაღაცებიც არის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იბერიას წარმატებაში ის არის, რომ დიდი წვლილი შეიტანეს ახალგაზრდებმა ამ ყველაფერში. ამისულაშვილი 19 წლისაა, ბოჭორიშვილი 18-ის, დადიანი 21-ის, სიხარულაშვილი 22-ის, ბარტიშვილი 17-ის, ბედოშვილი 22-ის, ზაგანია 24-ის. გასაგებია რომ ბევრს დაუდია კონფერენციის ჯგუფი, ბევრს კი არა და ყველას, მაგრამ ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობით ლეგიონერების გარეშე ძალიან ცოტას, თითქმის არავის გაუკეთებია ეს. ამიტომ არის ეს ამბავი
საყურადღებო და დასაფასებელი. ამ ახალგაზრდებიდან ერთიც რომ მოვიდეს სანაკრებო დონემდე და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს, უკვე საქმეა რა. ახლა გვჭირდება მთელი ყურადღება იაგელონიასთან განმეორებითი მატჩისკენ. 4-0-ის დაკაჩვის შანსი არის თუ არ არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მინიმალური ანგარიშით მოგება, თუნდაც ფრეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროტურნირებზე მეოთხე გუნდის კვოტა დასაბრუნებელი გვაქვს და თითეული სარეიტინგო ქულა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი გვჭირდება პატარა გაძლიერება, 2-3 კარგი ტრანსფერი, რომ კონფერენს ლიგაზე მაქსიმალურად ღირსეულად გამოვიდეთ და დანარჩენი უკვე მერე ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ წარმატება იბერიას 27 აგვისტოს 20 საათზე მიხეილ მესხზე უნდა იყოს ბევრი ხალხი. ბილეთები შეგიძლია შეიძინოთ TicketJet-ზე. მე გერმანიაში ვიქნები მაგ დროს, უჩემოდ უნდა გაავსოთ სტადიონი. გიბარებთ. გერმანიაში რა მინდა? სანამ დაიწერება ესეთი კომენტარი, გიპასუხებთ 28 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ქალაქ ესენში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი 6-6 ფეხბურთში და ამიტომ მივდივარ საქართველოს უნდა გავიყვანო მინიმუმ ჯგუფიდან. ეგეთი მისით მივდივართ. 48 ქვეყანაა მსოფლიოზე, 12 4 გუნდიანი ჯგუფია, ჯგუფიდან გადის 2 საუკეთესო. საქართველოს, უკრაინა, პაკისტანი და ლიბანი ვართ ჯგუფში. დიდი ალბათობით კაცობრიობის ისტორიაში ეს 4 ქვეყანა ერთ წიან დადებაში არასოდეს გაჟღერებულა. ახლა ამ ვიდეოს ვინც უყურებთ, შესაძლოა თქვენ გახდით პირველი ჰომო საპიენსები ისტორიაში, რომლებმაც საქართველოს, უკრაინა, პაკისტანი, ლიბანის შესახებ ინფორმაცია ერთ საინფორმაციო ნაკადში მიიღეთ. ლოგიკური იქნება, რომ ჯგუფიდან ჩვენ და უკრაინა გავიდეთ, თუმცა ბურთი მინი ფეხბურთშიც მრგვალია და მეტოქის დაუფასებლობა ძვირად დაგვიჯდება, ამიტომ სერიოზულად უნდა მიუდგეთ თითოეულ მატჩს. იქ ვიქნებით და ვეტყვით კიდევ ბიჭებს შევახსენებთ. 2026 წელი რომ დგებოდა, ზუსტად 12 საათზე ჩავიფიქრე სურვილი მუნდიალზე მოხვედრა. ალბათ უნდა დამეკონკრეტებინა, რომ მექსიკა, ამერიკა, კანადის მუნდიალს გულისხმობდი. როგორც ხვდები, სურვილების ჩაფიქრებისას ძალიან მკაფიოდ უნდა ზემოთ რომ უშვებ რაღაცას, ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს სათქმელი, რომ იქ ინტერპრეტაცია ესე მუნდიალი რა გაიგოს ახლა იქ ვინც არის შესაბამისი სურვილების ასრულებაში. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ამ მუნდიალზეც ძალიან დიდი სიხარულით მივდივარ, იმიტომ რომ საქართველოს თამაშობს და ეს საერთოდ სხვა ბაზარია, სულ სხვა მუღამია. ვისაც უჯარი მოდის Facebook-ი ან TikTok-ი არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ მან დაიდება უამრავი პატარ-პატარა ვიდეო, რასაც მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გადავიღებთ. რა თქმა უნდა, რომ ჩამოვალთ YouTube-ისთვის ერთი გემრიელი ვლოგი ჩვენზე იყოს. YouTube-ს უყურადღებოდ რა თქმა უნდა არ დავტოვებთ, არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ ამჯერად Facebook, TikTok-ისთვისაც გვექნება ექსკლუზიური კონტენტი. Instagram-ი არ გვაქვს უჯარი მოძს, 1-7 კილოგრამს დავიკლებ და Instagram-ზეც შემოვშრიალდებით. ცოტა გავლამაზდეთ პატიკო და Instagram-ზეც შევიდეთ და გერმანიაში რომ გავსუქდებით და ჩამოვალთ, მაგის მერე ცოტა ფორმაში შევიდეთ და Instagram-ზეც შევიდეთ, თორე ხა ასე Instagram-ზე ხა ამღიპით Instagram-ზე უხერხულია რა. მინი ფეხბურთის მსოფლიოს შემდეგ გადავერთოთ დიდ ფეხბურთზე და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე. ერთა ლიგის დაწყებამდე დარჩა 1 თვე, სულ რაღაც 1 თვე. საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი იწყება. 2 წლიანი რთული პერიოდის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ციკლი მთლიანად ჩაგვივარდა და ამის შემდეგ ვიწყებთ ახალ 2 წლიან ციკლს, რომელიც დასრულდება 2028 წლის ევროპის ჩემპიონატით, სადაც გასვლის 2 შანსი გვექნება ტრადიციულად ერთა ლიგა და
ჩვეულებრივი შესარჩევი. ჯერ ვიწყებთ ერთა ლიგით და ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატის ციკლი, ამაზე დრო აღარ დავკარგოთ, გასაგებია ყველაფერი, მთელი თაობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, იმიტომ რომ ეს თაობა 100 წელი ხო არ გვეყოლება, ეხლა ვყავს კარგი თაობა და მაქსიმალურად სანამ დროა უნდა გავიდეთ ყველგან. ამიტომ მნიშვნელობაზე აღარ ვისაუბროთ, ვთქვათ, რა მდგომარეობაში ვართ ერთი თვით ადრე, მზად ვართ, არ ვართ, როგორ ვართ, ასე შემდეგ. ჩვენს ფეხბურთელებს წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ესპანური კლუბები. საზონოვი ხეტაფეში გადავიდა, წიტაიშვილი რაიო ვალეკანოში, ქოჩორაშვილი სევილიამ გამოისყიდა ლისაბონის სპორტინგიდან, გიორგი გულიაშვილის რასინგი ამოვიდა უმაღლესში, პლუს ჟორჟი ყავს ვილიარეალში და რა გამოდის? მინიმუმ 5 მოთამაშე გვეყოლება ლა ლიგაში და ჯერ კიდევ არის დრო. ტრანსფერებისთვის ჯერ კიდევ არის დრო. გარდა ამისა, ლა ლიგა 2-ის კადისმა, სადაც უკვე თამაშობდა იური ტაბატაძე, დაიმატა გიორგი კოჩოლეიშვილი. და რა გამოდის, სანამ ესპანეთი მაროკოელი მიგრანტების შეკავებაზეა გადართული, ქართველებმა დრო ვიხელთეთ და ესპანეთს შევესციეთ. ესპანეთი დავიფყარით. 7 კაცი ყავს უკვე ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში. 1.60 კიდე და ნაკრებში ყველა პრობლემას მოვაგვართ. კიდე 60 კაცი მინდა კიდე ლა ლიგაში რა. ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა მეტწილად დამოკიდებულია დაცვის და ნახევარდაცვის ცენტრში არსებულ სიტუაციაზე. სხვა პოზიციებზე სიღრმე მეტნაკლებად გვაქვს და ტრამვის ან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში დრამატულად არ გვივარდება ხარისხი, აი დაცვა ნახევარდაცვის ცენტრში ერთი კაცის გამოკლებაც კი ხშირად რადიკალურად გვიცვლის სურათს. აქ გვაქვს 2 კარგი და 2 ცუდი ამბავი. საბა საზონოვმა იპოვა კარგი გუნდი და თამაშიც დაიწყო. სანაკრებო პაუზამდე კიდევ მიიღებს წუთებს და შევა ფორმაში. კოჩორაშვილმა დააღწია თავის სპორტინგს და ნაკრებში ჩამოსვლამდე გიორგიც მიიღებს სათამაშო პრაქტიკას. ცუდი ამბავისაა, რომ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე ჯერ ისევ ტრამვირებულები არიან, არ ვიცით, როდის დაბრუნდებიან და თუ მოასწრებენ დაბრუნებას და თუ მოასწრებენ დაბრუნებას, სათამაშო პრაქტიკის მიღებას თუ მოასწრებენ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ამ სანაკრებო პაუზაზე 4 მატჩი უნდა ჩავატაროთ 10 დღეში. 10 დღეში 4 მატჩი. ნაკრების ყველა ლიდერი, ჯანმრთელი და საუკეთესო ფორმაში მყოფიც რომ იყოს, 10 დღეში 4 მატჩს ვერ ითამაშებს 11 ფეხბურთელი, ვერც 15. ახლა უკვე თითოეულ პოზიციაზე 2 ფეხბურთელი გვჭირდება. ვინმე თუ ხართ ცენტრალური ნახევარმცველი და ფიქრობთ რომ ნაკრებს გამოადგებით, თქვენი CV გამოაგზავნეთ ამ მეილზე და გამოიწეროთ და გადავხედავთ თქვენს მონაცემებს. ძალიან გვჭირდება ეხლა თითოეული ფეხბურთელი და ვინმე თუ გამოგჩა, მოგწერეთ. ხვალ რომ გქონდეს ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაში, ამ ცენტრით დავიწყებდით მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, ეგოიანი სწრაფად პროგრესირებს და ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრებში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და პირდაპირ ამ ხელამნიშნველობის თამაშებში უნდა შევაგდოთ მოედანზე. მისი ნაკრებში ინტეგრაცია სანიელს ცოტა ადრე რომ დაეწყო, ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა, მაგრამ ვინ იფიქრებდა რომ ნახევარდაცვაში ტრამვების პრობლემა გვექნებოდა. გაგიგიათ რომ ჩვენთან ნახევარ კიტეს და ჩაყვეს ტრამვა როდის ხო. ამიტომ გეგმა ბეზე სანიელს ბევრი არ უფიქრია, ვერ წარმოიდგენდა რომ შეიძლება რამე ასეთი მომხდარიყო. მაგრამ არა უშავს. ახლა რა ვქნათ? ერთი თვე არ არის ცოტა დრო, იქნებ კიტემ და ჩაკვემ მოასწრონ გამოჯანმრთელება და ჩამოსვლამდე ცოტა წუთებიც მიიღონ კლუბში, ორივემ თუ არა ერთ-ერთმა მაინც. ყველა ვარიანტში გასატესტია ვინმე ახალი, განაცხადში მაინც რო იყოს და ვარჯიშებზე ინახოს, მაგალითად დადიანი ან მამაგეიშვილი ვობსბერგერიდან, გიზისაც ვნახავდი რუიანზე ან 10 ნომერზე. ყოველ შემთხვევაში რამე არის მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ 6 კაცი დაგვჭირდება ამ 4 თამაში ნახევარდაცვაში მინიმუმ. მე ეს მოვიფიქრე, იმედია, ვილი უკეთეს იდეას შემოგთავაზებს. დაცვაში ასე თუ ისე არის ვარიანტები.
ასევე მოსაფიქრებელია ამ 4 მატჩიდან რომელი იქნება ის ერთი, სადაც შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშებთ. ჩემი აზრით, პირველ 2 საშინაო მატჩს უნდა შევასკდეთ მთელი რესურსით, მესამე თამაშზე როტაცია, მეოთხე თამაშზე ისევ სრული რესურსით. ჩემი იდეა ეს არის. ეს იქნება ყველაზე რთული სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ჩემი აზრით. ყველანაირად რთული ფანჯარაა, რთული მეტოქეები, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები, შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები, 10 დღეში 4 მატჩი, ლოჯისტიკა, ძალების გადანაწილება, უამრავი მიმართულებით არის სწორი გადაწყვეტილება მისაღები. ამ გამოწვევებს სანიოლი თავს თუ გაართმევს, ვილის კრიტიკაზე მორატორიუმს გამოვაცხადე. ამ ფანჯარას თუ გადავაგორებთ ლამაზად, მე ვილის დავუფასებ ამ ყველაფერს და ცოტა ხანი მისი კრიტიკისგან თავს შევიკავებ. ესე იგი, თუ ეს ფანჯარა კარგად გადააგორა, ამ ადამიანს ქონია რესურსი საკუთარ შეცდომებზე სწავლის და თვითგანვითარების რა, იმიტომ რომ ესეთ თუ ამოცანას თუ შეასრულებს, რას ვერ ჭიკაც კი აფერ დაუშავებია ჩემთვის იმ კაცს. პირადული კი არა მაქვს რამე. დაველოდოთ შემადგენლობის გამოცხადებას და მერე კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბროთ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე. კიდე რისი თქმა მინდოდა. ხო, კალათბურთში გვაქვს 2 უმნიშვნელოვანესი თამაში, ერთი თბილისში, 28 აგვისტოს საქართველო-მონტენეგრო 19 საათსა და 15 წუთზე გაიმართება ახალ და ყველაზე ცუდ სპორტის სასახლეში. ეგრე რომ მიხვდეთ რა, ანუ ყველაზე ახალი და ცუდი რომელიც არის, აი მანდ. ბილეთები ჯიზე უკვე შეგიძლიათ ბილეთების შეძენა, სავსე დარბაზი და მოგება უეჭველი ამ საქმესაც გიტოვებთ. ხა იქაც საქართველოსთვის მივდივართ ხა. ეგ დავალება გვაქვს მოკლედ მეგობრებო. იბერია იაგელონიაზე ვავსებთ სტადიონს, მონტენეგროსთან ვავსებთ დარბაზს და მოგება. ამ საქმეს გიტოვებთ რა. ამდენ რაღაცას რომ მავალებო. სანაცვლოდ რა სიზამო რომ კითხოს ვინმე, ჩემი პასუხი იქნება რომ გერმანიდან რამე კაი ჩამოვიტანოთ და გავათამაშოთ გადაცემაში. ხო, შეიძლება ეს არ იყოს დორტმუნდის ბორუსიას მაისური, შეიძლება არ იყოს, მაგრამ იყოს რამე სხვა კარგი. მაგრამ ნახოთ ახლა შეიძლება ძალიან ძვირიც არ იყოს, ხო? გერმანული. მოკლედ ესეთ მე დავალებებს ესეთ ტყუილად არ ვიძლევი, სანაცვლოდაც კისრულობ რაღაცებს. მაგალითად უჯარი მოდის ფენტეზის გამარჯვებული უკვე დაჯილდოებულია. ბოდო გლიმტის მაისური უკვე ჩაბარებულია. ყველა ვალი გასტუმრებულია. ახალი ფენტეზი დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგა რო დაიწყება მაშინ და კიდე რამე თუ დამჩა შესასრულებელი და არ მახსოვს კომენტარებში დამიწერეთ, შეგვახსენეთ და ბარემ იქვე იქ ხართ და ვიდეო დავალაიქოთ, ზარის ღილაკი ჩავრთოთ, არხი გამოვიწეროთ და შევხვდებით სექტემბერში. აბა დროებით.